მაშასე დადგა დრო, როდესაც ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას, რომელიც რუსთაველის და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგა ევროპული შუადღე. და ყოველ კვირას ჩვენ ადენაუერის ფონდთან ერთად ვირჩევთ თემას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ საქმეში, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყნის როგორც ევროპული სახელმწიფოს და ჩვენი ქალაქის როგორც ევროპული დედაქალაქის ჩამოყალიბება, ასე ვთქვათ. და თავარი ფასეულობები ევროპული დღევანდელი თემა კი შეეხება გარემოს დაბინძურებას, ავტომანქანების გამონაბოლქვის ძალიან, ასე ვთქვათ, საგანგაშო ნიშნულს, რომელიც ჩვენს დედაქალაქშია და რომელიც გარკვეულმა კვლევებმა დაადასტურა და მე ჩემს კოლეგებთან ერთად, ლექსო თვარაძესთან, მაკა ცხედიანთან და ზურა ლომინაშვილთან ერთად გადავიღე რეპორტაჟი, რომელშიც შევეცადეთ წარმოგვეჩინა ყველა ის პრობლემა, რომელიც არის ამ თემასთან დაკავშირებული. მოდით ვნახოთ ეს სიუჟეტი. მე უბრალოდ მინდა მოვასწროს სტუმრები წარმოვიდგინე, იმიტომ რომ მათთან ერთად ვიხილოთ შემდეგ ეს სიუჟეტი. ბატონი მეგრელიშვილი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ბატონი გიორგი გულიაშვილი, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი. მოდით ვნახოთ მაშინ პრობლემა და შემდეგ ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე ჩვენ სტუდიაში. საქართველოს ტრანსპორტის 40% თბილისშია თავმოყრილი. თუმცა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელი მხოლოდ ავტომობილების რაოდენობით არაა განპირობებული. ბოლო კვლევებმა დაადგინა, რომ საქართველოს ავტოპარკის 45%-ს 20 წელზე მეტი ავტომობილები შეადგენს, ხოლო 10 წლის ასაკის ავტომობილები მხოლოდ 9%-ს. დღეს ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა არ შევისუნთქოთ ეს მავნე გამონაბოლქვი, რომელსაც ისევ ჩვენი მოძველებული თუ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები აფრქვევენ. როგორ ფიქრობ, რატო დააგვიანა საქართველომ და დააგვიანა თუ არა საერთოდ მუშაობა ამ თემაზე, რომ შევამციროთ გარემოზე ზიანი გამონაბოლქვის თვალსაზრისით? განვითარებულ ქვეყნებში გადასახადიც კი არის დაწესებული გამონაბოლქვს, რაც მეტი აქვს ავტომობილის გამონაბოლქვი, მით მეტია გადასახადიც. ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრი რამ საერთოდ ბევრ რამის ვაგვიანებთ ხოლმე, ესეც დავაგვიანეთ, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. იმისათვის, რომ გამონაბოლქვი ავტომობილის იყოს რაღაც შარჩევებში მოქცეული, ნომერ პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ ავტომობილი მუშაობდეს გამართულად, მისი ძრავა, მთელი სისტემა მუშაობდეს გამართულად, არ ქონდეს პრობლემები. აი რომ მუშაობდეს ავტომობილი გამართულად, აი ამას უკვე არეგულირებს ტექნიკური დათვალიერება. დაწყებული იმიდან, რომ ავტომობილი იყოს სრულად წყობში, ქონდეს ყველაფერი წყობში, განათებიდან დაწყებული სამუხჭო სისტემით დამთავრებული, არ ჩამოთვლი ყველაფერს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, გამონაბოლქვის ზღვარი. ჩვენ ვიცით, რომ თქვათ ავტოპარკის დაახლოებით შეიძლება ნახევარი ან ნახევარზე მეტი, სწორედ 15-20 წლის წინანდელი ავტომობილებისგან შედგება. მათაც აქვთ ხო შანსი ამ ტექდათვალიერების გავლის? ტექდათვალიერების დროს არის ყოველთვის ესე, რომ რაც ავტომობილს ქარხნულად ჰქონდა თავის დროზე, როცა გამოუშვეს, იმის იქით არაფერს არ მოთხოვენ. რომ დამატებით შენ რახან 20 წლის ავტომობილი ყავს, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, ეს არის მითი. ის გაივლის თუ კი ის არის წყობში. რატომ არის ეს გამონაბოლქვი, თქვა ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების შემთხვევაში ესეთი მავნე? ყველა ავტომობილი გამოყოფს ეგრეთ წოდებულ CO2-ს. CO2 არის ნახშიროჟანგი. მავნე ნივთიერება. თუ ავტომობილი არ არის წყობში, მაგალითად ძრავის სისტემა მუშაობს გაუმართავად, ავტომობილი ჭამს ზეთს, ბოლავს, რაღაცა თქვა ბენზინის წვის სისტემაში არის პრობლემები, აი ეს იწვევს ჭარბ გამონაბოლქვს და ეს უკვე გვეხება ყველას, ეხება ყველა თითოეულ ჩვენთაგანი ჯანმრთელობას. მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა კვლევამ უკვე დაადგინა, რომ გარემოს დაბინძურებას აქვს პირდაპირი კავშირი სიკვდილიანობასა და ავადობის ზრდასთან, მათ შორის წამყვან წილს ონკოლოგიური დაავადებები იკავებს. გარემოს დაბინძურება ონკოლოგიური დაავადების გამოწვევის რისკს წარმოადგენს 70-80%-ში. სხვანაირად ვთქვათ, კანცეროგენი, ანუ მიზეზი, რომელიც იწვევს კიბოს, 70-80%-ში არის გარემოში. ის ნახშირწყალბადები, ეგრეთ წოდებული არომატული ნახშირწყალბადები, რომელიც იწვევს გენეტიკური აპარატის მოშლას ორგანიზმში შესაბამისად სივსივლის წარმოშობას, არის სწორედ ნავთობპროდუქტების წვის შედეგად წარმოშობილი. რომელსაც გააჩნია ძალიან ცუდი თვისება, ამას ქვია ეგრეთ წოდებული ბიოაკუმულაცია. ანუ ისინი გარემოში გროვდება, აკუმულირდება, ის არ ქრება არსად. და მუდმივი ზემოქმედება აქვს ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს აბსოლუტურად ყველანაირ სიმსივნეს.
ბატონ ბადრი, გარემოს დაბინძურების კუთხით როგორი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული ავტომობილი? გარემოს დაბინძურება რაც შეეხება, შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ავტომობილის გარე ფაქტორებით, როგორც არის საწვავის ხარისხი. დიახ. და სათადარიგო ნაწილები დაუშვათ უხარისხო ხუნდები. და შეიძლება იყოს გამოწვეული თვითონ ავტომობილის გაუმართავობითაც. ძრავი, საწვავის მიწოდების სისტემა, ანთების სისტემა და გამონაბოლქვის კონტროლის სისტემა. კატალიზატორი ეკუთვნის გამონაბოლქვის კონტროლის სისტემას. შეგიძლიათ მაჩვენოთ, სად არის განლაგებული ეს კი, კატალიზატორი? რა თქმა უნდა. კატალიზატორი არის განლაგებული მაყუთში. მაყუთში არსებული პირველივე გაფართოება აი ამ შემთხვევაში აი ეს. არის კატალიზატორი. ამაში არის კატალიზატორი, კი. რა თქმა უნდა, კატალიზატორი იმაქანა, რომ ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ვიდრე კატალიზატორის გარეშე მანქანა. ახლა ჩვენ ვზივართ მანქანაში, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები და პირდაპირ ამირას მინდა ვკითხო, რატო შეაჩერეთ არჩევანი ჰიბრიდულ ავტომობილზე? როდესაც თავიდან ამ ავტომობილს ვყიდულობდი, ნამდვილად არ მქონდა წარმოდგენა მის უპირატესობაზე. არის ორმაგი ძრავით აღჭურვილი, აქვს როგორც ბენზინის, ასევე ელექტროძრავი. თვითონ არეგულირებს ეს მანქანა, სად რომელი ძრავი მოიხმაროს, ბენზინისა თუ ელექტროძრავი და ამ შერეული თავისი ჭკვიანი მოქმედებით ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს ქალაქს. მეუბნებოდნენ, რომ ძვირი ღირს, ნაწილები თული საშოვარია, მაგრამ არც განსაკუთრებულად ძვირია, ნაწილებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარემოზე ზიანის შემცირებისთვის ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2013 წლიდან აქვს მზად, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე. ევროპული ტიპის ქალაქის განვითარებისთვის რეფორმები გარდაუვალია, თუმცა იმ ადამიანებს, ვისთვისაც მოძველებული და ხშირად ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ღირსეული ალტერნატივა სჭირდებათ. გასაგებია, კი არც ველოდებოდით, რომ რაღაცა ნაკლებად ემოციური იქნებოდა, განცა ეს შენი, ასე ვთქვათ, მცირე სატელევიზიო კვლევა, ჟურნალისტური კვლევა, მაგრამ ასეთ ვთქვათ, მძაფრად თუ იდგა საკითხი, შეიძლება ვერ გრძნობდით. გასაგებია, ბატონებო, რომ კრიალა ეკოლოგიას ვერ მივიღებთ, ვერც მალე და ვერც ხანგრძლივ დროში, იმიტომ რომ ვთქვათ, დიდ ქალაქებში ალბათ ეს პრობლემა არის, დგას და ჩვენ არა ვართ გამონაკლისი, მაგრამ როდესაც ჩვენი ჩარევით ხელს ვუწყობთ პირიქით ამ სურათის დამძიმებას, ალბათ ამაზე უნდა ვისაუბროთ და აქედან უნდა დავიწყოთ. კი, ნამდვილად დიდ ქალაქებში, ასე ვთქვათ, აი ამ გამონაბოლქვის გაფრქვევადობის გარკვეულ პროცესს მრეწველობა შეადგენს, ანუ არ არის იქ მხოლოდ ავტომობილების გამონაბოლქვზე საუბარი, მაგრამ ჩვენთან ძირითადი წილი, ვინაიდან მრეწველობა არ არის ჩვენთან ესეთი განვითარებული, ფაბრიკა-ქარხნებს გულისხმობ, სწორედ ავტომანქანებით. ანუ მხოლოდ ზიანი და ყოველგვარი სარგებელის გარეშე. საქმე კი იმაშია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, დეკლარირებული გვაქვს ევროპული მომავალი და ჩვენ ევროპა რეალურად დღეს თუ ხვალ დაგვავალდებულებს იმას, რომ თუნდაც შემოვიღოთ ტექნიკური დათვალიერება. მოდით, ბატონო, თქვენგან დავიწყოთ. როდის შეიძლება ეს მოხდეს? ეს უნდა მოხდეს 2018 წლიდან, ანუ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ქვეყანას ავალდებულებს, რომ 2018 წლიდან კონდეს გამართული ეგრეთ წოდებული ტექ დათვალიერება ყველა ტიპის ავტომობილზე. დღესდღეობით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები არიან განთავისუფლებული ამ ვალდებულებისგან, ყველა სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტი უნდა გადიოდეს ტექ დათვალიერებას. ანუ სავალდებულოა მათთვის. ამ ეტაპზეც სავალდებულოა. და არ მქონიარესობა სამგზავრო ტრანსპორტი. და ყველა არის გამართული? ამაზე სამწუხაროდ მე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკანონმდებლო მოთხოვნა არის, რომ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები არიან სავალდებულო ტესტებიდან. პრობლემა ისევ აღსრულებაშია, როგორც ყველა სფეროში, იმიტომ რომ ტექ დათვალიერება მე ჩავეძიე და მითხრეს, რომ ძირითადად შედგება უსაფრთხოების ზომების დაცვის
პუნქტებისგან, ასე ვთქვათ და ეს ტრანსპორტები მე ნაკლებად მგონია რომ აკმაყოფილებს. ხალხილულად ჩანს რომ სწორედ დიდი ავტობუსებიდან გამოდის შავი ბოლი უკან და ალბათ ეს ნიშნავს იმას რომ ის გაუმართავი არის მე ჩემი მოქალაქეობრივი თვალით ამას ხედავ. აი ბატონი გიორგი დაგეთახმა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ნამდვილად მოძველებული და თბილისის მერიამ უკვე განაცხადა 2016 წლიდან მთლიანად შეიცვლება ეს ავტოპარკი, გადავა გაცილებით უფრო საწვავზე, ბუნებრივ აირზე. ავტოპარკი იმდენად მოძველებულია, რომ ყოველ დღე ფუჭდება, შეიძლება ითქვას, დიდი რაოდენობა ამ ავტომობილების, ტექნოლოგიურება ხდება წელიწადში ერთხელ, შეიძლება ორ კვირაში ის წყობიდან გამოვიდეს და სამწუხაროდ ნამდვილად ამას არავინ არ უარყოფს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლება საჭირო არის და საბედნიეროდ შემდეგ წელს მოხდება ეს, რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, პერსონალურ მანქანებს საზოგადოება უნდა შევამზადოთ ამისთვის, უნდა აუხსნათ, რატო ეს აუცილებელი. ეს ეხება ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ძალიან მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მოწყვლადი არის ბავშვები აი ამ ჰაერის დაბინძურების მიმართ, ყველაზე დაბინძურებული ხანდაზმულებით, ფეხმძიმებებით, მაგრამ ბავშვებს იმიტომ გავუსვიხაზი, რომ ეს ნივთიერებები ყველაზე მძიმე მეტალები და ყველაზე საშიში ნივთიერებები იქნება დაბლა და ბავშვები გაცილებით უფრო მეტ ზიანს ღებულობენ, ესე ვთქვათ. ანუ ყველაზე მეტი წილი ზიანი ჩვენი მხრიდან, ადამიანების მხრიდან არის სწორედ ის გამონაბოლქვი, ხო, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას. დედაქალაქში და ქვეყანაში ზოგადად ყველაზე დიდი პრობლემა ჰაერის კუთხით ეს არის ავტოტრანსპორტი. ძალიან კომპლექსური საკითხია, უამრავი ფაქტორი მოქმედებს გამონაბოლქვის რაოდენობაზე და ტოქსიკურობაზე. ეს არის ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულება, ასაკი, საწვავის ხარისხი, ეს არის იგივე ინფრასტრუქტურის გამართულება, საგზაო მოძრაობის ორგანიზება. ეს არის ჩვენი ცნობიერება აუცილებლად. დაბინძურების ხარისხის კუთხით შეგვეშინდეს კიდევ უფრო არ ვიცი მეტი საკითხი. დაბინძურების ხარისხის კუთხით მონიტორინგის ქსელი საკმაოდ სუსტად არის განვითარებული, თუმცა წელს დავიწყეთ ინდიკატორული გაზომები, ანუ გაცილებით უფრო მეტ წერტილში ვზომავთ ჰაერის ხარისხს. საქართველოში და დედაქალაქში 25 წერტილში გავზომეთ, აი ხა შემოდგომა საუბედუროდ, სამწუხაროდ თითქმის ყველა წერტილზე დაფიქსირდა გადაჭარბებები, აზოტის ჟანგეულების, ძალიან ტექნიკურ საკითხებში არ შევალ, ვიტყვი რომ გადაჭარბება ფიქსირდება. მავნეაირების განსაკუთრებული პრობლემა ეს არის მყარი ნაწილაკები, ანუ ეგრეთ წოდებული მტვერი და აზოტის ჟანგეულები. საბედნიეროდ გოგირდის ჟანგეულების რაოდენობა გადაჭარბება არ დაფიქსირდა. ეს რა შემთხვევაში გამოიყოფა ხოლმე? ეს გამოიყოფა სწორედ საწვავის წვის შედეგად, თუ საწვავში არის გოგირდი და საბედნიეროდ ბატონ გიორგის მინდა კითხო, თქვათ, პერსპექტივაში რა წილად მოაგვარებს ამ პრობლემას, თქვათ, ტექნიკური დათვალიერების შემოღება, ოღონდ შემოღება არა მხოლოდ შემოღებისთვის, არამედ ფუნქციონალურად ასეთი. კი ბატონო, რა თქმა უნდა ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის და ამაზე მეტყველებს ის, რომ დიდი ყურადღება ექცევა გაეროს კონვენციებია და ასე შემდეგ და გაეროს შეკრებებზე და მაღალ დონეზე ხდება ამ საკითხების განხილვა, რაც უნდა შეგაწყოთ, სწორედ ამიტომაც მოხდა რუსთავერის და ადენაუერის ფონდის ყურადღების ფოკუსში ეს თემა. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს პრობლემა ყოველ ადრეც იყო და ეხლაც არსებობს, თუმცა ყოველ წელს უფრო მძიმდება, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ უმჯობესდება, მანქანების რაოდენობა იზრდება და როგორც აღინიშნა აქ, მანქანების წვლილი ამ დაბინძურებაში არის 75%-ზე მეტი. გამოფრქვევის წილი. გამოფრქვევის წილი და რომელიც აბინძურებს ჰაერს და რის შედეგადაც მე ჩვენ ვღებულობთ ამ ჯანმრთელობის პრობლემას. აი რა გვჭირს გავიგეთ? ახლა გზები დაგვანახეთ. ანუ გზა არის ის, რომ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რეგულაციების დაწესება, ეს სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის ტექნიკური შემოწმება, ოღონდ რეალურად და რამდენჯერმე დაანონსებულიც კი იყო და აპირებდნენ ამის გაკეთებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიდო ამ? კომპანიაც იყო შერჩეული, ანუ რაღაც საერთაშორისო გახსოვს ჩვენი ეთერის საშუალებითაც მოხდა. კი, უბრალოდ ეს ისეთი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ესე მარტივად არ წყდება და ამას აქვს უკუჩვენებებიც და სოციალური გამოძახილი წესი. კი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით არსებობენ ადამიანები უამრავი სამწუხაროდ ვისთვისაც მართლა ერთადერთი შემოსავლის წყაროა ძალიან ძველი და გაუმართავი ავტომობილი ხშირ შემთხვევაში. ანუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ მაშინ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს მათ სახელმწიფო. კი ბატონო, აი ზუსტად მან მერდივა, რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს ერთადერთი წყაროა. შევიან ამ ადამიანების ოჯახის რჩენის წყარო ეცლებათ ხელიდან
პრინციპში რაღაც უნდა მექანიზმი უნდა იქნეს მოფიქრებული, რომ ეს ადამიანები სხვანაირად წავახალისოთ, რომ თუმცა თუ თვლით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი ღირებულება, მაშინ ეს მტკივნეულია, რა თქმა უნდა. პრიორიტეტებზე რეფორმა მტკივნეული იქნება, მაგრამ მაინც განსახორციელებელია. თუმცა შეიძლება რაღაცა მოვიფიქროთ მექანიზმი, რომ თქვათ ეს ადამიანები სხვანაირად წავახალისოთ, ან სხვა დასაქმების სახე მივცეთ.